ну что там? Не было группы, да? Игорь Сергеевич, значит, на завтра наметьте на без 15:02 или на 2 часа, где-то так. Вот так, да? Ну, Может, завтра надо с этим делом покончить, наверное, переводить. да я бы сегодня, блин, закончил бы, господи, ну. И на без 15:02 или на 2 часа. სასტრაფოდ გორში ტერაქტი მოხდა და გამოგზავნა ჯგუფების დროზე. ტერაქტია გორში. 1 თებერვალი იყო, სწორედ ამ კაბინეტში ვიჯექი ჩემს შეულებრივ საქმიანობას ვეწეოდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა. რეკავდა კონდაზვერის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო რეგიონალური სამმართველოს უფროსი ზაზა დიდბერუაშვილი. ეს იყო დაახლოებით 2:30. საშინელი ხმები ისმოდა ტელეფონში. რაღაც გაუგებარი სიტუაცია იყო, ისმოდა პივილი, ყვირილი, გაუგებარი ხმები და ერთადერთი რაც მოასწრო რო ეთქვა, თქვა რომ აგვაფეთქეს. მომენტალურად წნევა შეიცვალა ოთახში. თითქოს აერი შეიკუმშა. შემდეგ მომენტალურად გაფართოვდა. აფეთქების რაიმე ხმა არ გაგვიგია. ხმა გავიგეთ მას შემდეგ, რაც ალღამ დაამსხვრია ფანჯარა. დარტყმის ზალა იმდენად ძლიერი იყო, რომ გაინგრა კარები და ოთახში მყოფები დერეფანში გაგვისროლა. იდგა საშინელი მტვერი და აგონიაში იყავი, გაუგნებული კაცი ახლა რა მოხდა? საიდან ეს რაღაც აფეთქება. მე რომ ეს კარები უკვე ღია იყო, შემოვიხედე. ეს საათი იყო მე ესე დაფიქსირებული. ის დროა ზუსტად დაფიქსირებული. ამ შემზარავმა ფაქტმა გამოიწვია ხალხის მასის აურაცხელი მასის თავმოყრა. რომ არ მოხდარიყო განმეორებითი აფეთქება, რაც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, მაშინვე შევეცადეთ ამ ხალხის მასის კონტროლქვეშ მოქცევა, რომ როგორღაც გაგვეყვანა შემთხვევის ადგილიდან. ყველა თავის დაჭრილს ეძებს, ყველა თავის დაღუპულს ეძებს. აქ არის რაღაც შემზარავი ჯოჯოხეთური ქაოსი. დაზარალებულებს დაჭრილების მოყვანას ბოლო არ უჩანდა. დაახლოებით შემდეგ როგორც დაითვალა ყველა გატარდა აღერიცხეს დასახიშრებული ადამიანები, სადღაც 120 მიაღწია მათმა რაოდენობამ. ძირითადად იყო ტრავმირებული ადამიანები, აღენიშნებოდათ ნამსხვროვანი ჭრილობები, ნაფრეთოვანი მოტეხილობები, კიდურების, სახის დასახიშრებები, დაზიანებები. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სამი პოლიციის თანამშრომლის გადარჩენა. აფეთქებულია ტროტილისა და პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება. სავარაუდოდ 80-100 კილოგრამი. ასაფეთქებელი ნივთიერება ჩადებული იყო ვაზ 21-011 მარკის ავტომობილში. მისი ფლობელი დადგენილია, მაგრამ მიმდინარეობს დაზუსტება, ვის შეიძლება დღეს გამოეყენებინა ეს მანქანა. ავტომანქანა, რომელიც აფეთქდა, ისე იყო გათვლილი მასში ჩაწყობილი ასაფეთქებელი მოწყობილობა და რაოდენობა ამ ასაფეთქებელი ნივთიერებისა, რომ კვალი არ უნდა დაეტოვებინა, რაც მოხდა კიდეც. საქმეს ვიწყებდით ნულიდან, იმიტომ რომ არ არსებობდა თვითმხილველები, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფაქტის შემსწრეები ადგილზე იყვნენ, მათ დანაშაულის ჩამდენთა შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდათ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდა იმაზე, რომ აქ ადგილზე მუშაობდნენ პროფესიონალები და თავისთავად ცხადია პროფესიონალებად ჩამოყალიბებას
გარკვეული დრო ჭირდება და გარკვეული მომზადება. აი მტკიცებულებების უფონლობამ საერთოდ აი არაფრის არ ქონამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება პირველ რიგში სამინისტროს ხელმძღვანელობას მიაღებინა გადაწყვეტილება რომ გამოძიება გაეგრძელებინა კონდაზურის დეპარტამენტს და გაეგრძელებინა სუფთა ანალიზურ ოპერატიული საქმიანობის მეთოდით. პირები, რომლებიც მსგავს დანაშაულს ჩადიან, მათ სამოქმედო გეგმაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვლილი შემთხვევის ადგილის წინასწარი დათვალიერება. ლოგიკურია, რომ მათ ურთიერთშეთანხმებული მოქმედებისათვის კომუნიკაციის საშუალება მობილური ტელეფონით დასჭირდებოდათ. შედარდა რომ იცოდეთ დაახლოებით 25 მილიონი სატელეფონო ზარი. ანუ ჩვენ ვეძებდით პიროვნებებს 12 დეკემბერს იქნა ეს მანქანა ბოლოს გაყიდული. იმ ხალხს, ვინც შესაძლოა ყოფილიყვნენ მყიდველები, ანუ ფიზიკურად ყოფილიყვნენ თბილისში ავტომანქანების ბაზრობაზე და რაიმე შეხება ქონოდათ რეგიონთან. მიმდინარეობდა ფილტრაცია შემდეგი მიმართულებებით. პირველი, ის აბონენტები, რომლებიც უკავშირდებოდნენ ერთმანეთს გორი, თბილისი, რუსეთი, ცხინვალის მიმართულებით, გავთვალეთ ისიც, რომ ტერაქტის შემდეგ ეს აბონენტები სავარაუდოდ ნომერს მოიშორებდნენ. და ამ ნომრებიდან ამოვიღეთ აბონენტები, რომლებიც ადრე არასოდეს ყოფილან გორში და მუდმივად ცხოვრობდნენ ცხინვალში. ტერაქტის დღეებში კი რატომღაც იმყოფებოდნენ გორში. გამოიკვეთა ორი აბონენტი, რომლებიც ირიბი კავშირებით დაკავშირებული იყო ჩვენთვის ყველა საეჭო ნომრებთან პლუს რუსეთის სამშვიდობო ძალების ნომრებთანაც. აი ამ წრეზე მუშაობა მიგვიყვანა იქამდე, რომ დავადგინეთ ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ეს იყო გიორგი ვალიევი. გადაწყდა მისი დაკავება. პრობლემა იყო იმაში, რომ ვალიევი იმყოფებოდა, ცხოვრობდა და საქმიანობდა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და იგი აქეთ არ გადმოდიოდა, იმიტომ რომ 2003 წლიდან იყო ძებნილი. გადაწყდა ოპერაციის ჩატარება, სპეცოპერაციის ჩატარება ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ხდება რუსული სამშვიდობო პოსტის მახლობლად დაახლოებით 70 მეტრში. ჩვენს მიერ ინსცენირებული იქნა სოფელ ავნევთან გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევა. იქვე წამებში გაჩნდა სასტრაფო დახმარების მანქანა, რომელიც წინასწარ ყავდა მომზადებული. და ვალიევი და ზასეევი ასე უცებ წამებში აღმოჩნდნენ ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის ვინც ის აუბედითი მანქანა დააყენა ამ ადგილას 6 თვის წინ. დააფეთქა, დღეს არიან დაპატიმრებულები და ისინი პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. მიზის კაბინეტში და ვეკითხები, იცი მეთქი რაზე დაგიჭირეთ მეთქი და კიო როგორ არა ვიციო. და ხა ვფიქრობ, ეს დაიწყებს ეხლა ამ სიგარეტის ღაპრების მოყოლას და უკვე მომემზადე რომ 1-2 საათი უნდა უსმინო ამ სისულელეებს რა და აბა მოყევერთი რაზე დაგიჭირეთ მეთქი. იმაზეო რა, ეს ძალიან ცუდი საქმე რო გავაკეთოთ. ხო და რომელი მეთქი და რა ვიცი რომელი მოვყვეო. პირველი მოყევი მეთქი, ხმეს მივხვდი რომ რაღაცა ნიტო არა. პირველი მოყევი მეთქი, ჩვენ გორის ტერაქტზე დავიჭირე და იწყებს რომ შარშანო ნოემბერშიო ეს ანძარო ავაფეთქეთო და მოყვა და არ ჩამოთვალა ეს უყველა იქ ჩორჩანაშიო, იქ ავაფეთქეთო, აქ ავაფეთქეთო. აი იყო შოკი რა ჩემთვის. ჩვენთან მოვიდნენ ანდრო მოვიდა ესე ჩვენი მეგობარი. სკინვალელი ბიჭია. გორში ტერაქტი უნდა გაკეთდეს, უშიშროების სახლი უნდა ავაფეთქოთ. ამ აფეთქებას ხელმძღვანელობდა
ისიც მოსკოვიდან იყო ჩამოსული, გერეოს წარმომადგენელი იყო რუსი იგორამ, ჩვენ მარტო მაგის სახელი ვიცოდით. მაგან ანდროს მისცა ფული, მაგან ეგ ანდროზასევი და ვალერი კუზაევი ეგ სამნი დაგეგმეს, როგორ უნდა გაკეთებულიყო, რანაირად უნდა გაკეთებულიყო. ამ მომენტში ანდრომ ერთ-ერთი ცხინვალელი ბიჭია ისიც. გააგზავნა თბილისში, მანქანა უნდა იყიდა, ჩვეულებრივი მანქანა, ისეთი მანქანა. გადაწყდა რომ დაგვეკავებინა ეს ავტომანქანის ერთ-ერთი შემძენი, რომელმაც თვითონ ტერაქტში უშუალოდ მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ იცოდა რისთვის ყიდულობდნენ ავტომანქანას და ნუ რა საქმესაც აკეთებდა ეს ჯგუფი. ეს იყო იოსებ კოჩიევი. ჩავატარეთ ერთი ოპერატიული ექსპერიმენტი, რომლის შედეგად, ასე ვთქვათ, მოტყუდა კოჩიევი და გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დავაკავეთ ისაც. ანუ გამოძიებას უკვე ყავდა 3 პიროვნება, აქედან 2 უშუალო შემსრულებელი ტერაქტის და 1 ხელშემწყობი მანქანის შეძენის სახით. აი რა მოხდა და როგორ მოხდა სინამდვილეში? უკვე ამ 3 პიროვნებისაგან ჩვენ დეტალურად გავიგეთ. ამ ხანაგმა მთხოვა წამოდი თბილისში წავიდეთ ხალებში და მე მით მანქანა ვიყიდოთ. თბილისში როდის ჩავედით ბაზარს. ამ დროს ათვარიელები ეს ბიჭი ვასუკოპუევი ამ მანქანის ყიდვა უნდოდა და $800 იყიდა ვასუკოპუევმა ეს მანქანა. ეს მანქანა იყიდეს თბილისში, ჩამოიყვანეს ცხინვალში. იგორამ და ანდრომ დაშალა, იგორამ და ანდრომ მე ერთად ჩააწეს შიგექსოგენი და ტრატილი. სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა გააკეთა იგორამ და აუხსნა როგორ უნდა აფეთქებულიყო. И вот мы с Валишвили, Вали, вот Гия, поехали. Потом Андрей Засев и вот Кузаев, Валера. Они когда машину туда привели, в Гури, мы вот с Гией поехали в Гури за ними и забрали их оттуда. И собрались вечером, там узнали все, ну как все случилось. И там, не знаю, вот Игорь так обрадовался, так был рад. Игорь там передал 1000 или и по $100 нам раздали. მოგწეს $1000 და შეგვიდნენ ფულს შეგვიდნენ, სამუშაოს შეგვიდნენ, ორგანიზაცია შეგვიდნენ რომ მოსკოვში გვექნებოდა საქმე, ზოგი სტუდენტი იქნებოდა, ზოგი სამსახურს მიცემდნენ. ორში პირველში გაკეთა საქმე, ორში წავიდა იგორო და დაგტოვა ჩვენ ესე და всё. ახლა რაც შეეხება გრუს. გრუ ეს არის აბრევიატურა და იშიფრება როგორც Главное разведуправление. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო. ეს არის სადაზვერვო ორგანო, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში, პრაქტიკულად ყველა რეგიონში, სადაც
განსაკუთრებით ცხელ წერტილებში არის აგრესიული სადაზვერო ორგანო, ცნობილი ეს ყველა კონცადაზვერო სპეცსამსახურებისათვის მთელ მსოფლიოში გრუს ქმედებები. აი ამ სამხედრო დაზვერვის შესაქმნელად რუსი ინსტრუქტორები არიან მოვლინებული ცხინვალის რეგიონში და იწყება გრუს ანალოგიური დანაყოფის შექმნა უკვე ოსურ თავდაცვის სამინისტროში. ანუ ეგრეთ წოდებული ოსური გრუს ფორმირება და ჩამოყალიბება. ეს ხალხი გადიოდა სრულიად სერიოზულ მომზადებას. მომზადება მოიცავდა რუსულ ბაზებზე სწავლებას, ერთ-ერთი ეტაპი იყო. ამ ბაზებზე ისინი გადიოდნენ მთელი პროგრამით წვრთნას და განსაკუთრებული აქცენტი იყო გადატანილი სადაზვერვო დივერსიული ქმედებების განხორციელებაზე. ასწავლიდნენ ყველაფერს ასწავლიდნენ. საერთოდ აი ბრძოლის უნარიანობას ყველაფერს ასწავლიდნენ. ხელფასად უაზრებდნენ $120 ფარგლებში. და დასახელდა მხოლოდ იგორი. ამ გრუს წარმომადგენელი, მათი ინსტრუქტორი. ჩვენ შევძელით სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად რუსი ოფიცრის დაკავება, რომელიც წარმოდგენილი იქნა აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს აი სწორედ ამ შენობაში და დაკავებულებმა ვალიევმა და ზასეევმა ეს პიროვნება ამოიცნეს როგორც რუსი ინსტრუქტორი, რომელიც მოვლენილი იყო მათ საწვრთნელად და შემდგომში ამ ტერორისტული და დივერსიული აქტების დაგეგმარებაში. ანძების აფეთქებაში თითოს გადაგვიხადეს $50. ფულის მოლისის არ მივიდიოდით ჩვენ მაშინ. ჩვენ უბრალოდ მივიდიოდით თუ საქართველოს ეკონომიკა დაგვინგრია. აღნიშნულ პირებს წაეყენათ ბრალდება განსაკუთრებით ძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლისამართლობის კოდექსის 63 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელს ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დასჯილიყო ის ხალხი, ვინც გორში ასეთ საზარელი ტერაქტი მომაწყო და ამ ხელამსხვერპლი გამოიწვია ამ მათ მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა. და კიდე ერთი მთავარი, რომ დაიღუპა 3 პოლიციელი. ძალიან ძნელია, როცა სამ შვილთან ერთად მარტო დარჩებით ან სამივე შვილი გზაზე გასაყვანი. დღესაც მამის მოლოდინშია.